შემოგვიერთდა ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. დილომშვიდობისა, მამა ირაკლი. დილომშვიდობისა, მოგესალმებით და გლოცავთ ყველას გილოცავთ ხსენებას წმინდა სალომე უჯარველისა და წმინდა პეროჟავრას სივნიელისა. საქართველოს საკმაოდ ბევრი სალომე ცხოვრობს, განსაკუთრებით სალომეებს მიულოცავ და ღერთმა შინება შეეწიოს მისი ლოცვა მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა ჩვენს გილოცავთ დიდი სიყვარულით. უნდა ვისაუბროთ ქრისტიანობა და მისიონერობა საქართველოში. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა, თუმცა ბუნებრივია ვახსენოთ წმინდა სალომე უჯარმელი, რომლის ხსენებასაც აღნიშნავს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. სამწუხაროდ არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია წმინდანის შესახებ, თუმცა ორი სიტყვით შევეხოთ მის მოღვაწეობას, მის ცხოვრებას და შემდეგ ჩვენ მთავარ სასაუბრო თემას დავუბრუნდეთ. დიახ, პირველ რიგში მადლიერებით უნდა მოიხსენიო და შევეხოთ მათ ხსენებას, რადგან რო არა წმინდა სალომე და პეროჟავრას სივნიელში არ გვექნებოდა წმინდა ნინოს შესახებ ცნობები და მისი ცხოვრების, მისი ღვაწლის შესახების და დაწვრილებით, როგორც ახლა გვაქვს, ვიცით ეს ისტორია, რომ წმინდა სალომე და პეროჟავრა იყვნენ უახლოესი თანაშემწერი წმინდა ნინოსი. ახსენეთ, რომ ორივე იყვნენ სამეფო გვარის წარმომადგენლები, კერძოდ წმინდა სალომე იყო სომხეთის მეფის ასული და ასევე მირიან მეფის ძის რევის მეუღლე და წმინდა პეროჟავრას ქართლის ერისთავის მეუღლე და აქ აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დედოფლობის პატივისა, ასეთი ძალიან დიდი მაღალი მდგომარეობისა, ისინი გახდნენ წმინდა ნინოს არა მარტო მოწაფეები, არამედ თანაშემწენი, თანამემუშაკენი, მისი ტანჯვის, დევნის და გასასწელების გამზიარებელი უშუალოდ. მარტო ეს ცნობები გვაქვს, რადგან ქრისტიანობის გავსება ესეთი მარტივი არ ყოფილა, როგორც გაქრისტიანება მოხდა თქვა მცხეთაში, მთელი ერის მოქცევა, როცა რეგიონებში იყო საკადაგვი, საკმაოდ დიდ და გასასწელებს და დიდ პრობლემებს შეხვდა წმინდა ნინო, რომელსაც გადავიდა შემდეგ საკადაგებლად ჯერ თიანეთში, შემდეგ უკვე კახეთში და სწორედ ერთ-ერთი მისი თანაშემწე იყო სალომე, რომელმაც წმინდა ნინოს შთაგონებით და მირიან მეფის ბრძანებით ერთ-ერთი ჯვარი, სამი ჯვარი წმინდა ნინოს მიერ გამორჩეული, სწორედ უჯარმაში აღმართა ნიშნად აი ძლევამოსილებისა და იმედისა, რომ ღმერთზე და ჯვარს მკრესეს სასვებელი ეს ქალბატონები აპირებდნენ ამ კახეთის უდიდესი და ურთულესი მხარის მოქცევას სარწმუნოებაზე, თუნდაც კახეთი, კუხეთი, დაბა ბოდინი, სადაც გასასვენებელი პოვა საკმაოდ რთულად დასახლებული ქართული ტომებით იყო რთული ცხოვრების წესი, ძალიან გაჭირდა იქ გადაგება და აი წმინდა ნინომ თვითონ აირჩევა ესეთი გარდამოწა გვაქვს სწორედ ბოდბეში გაატამა უკანასკნელი თავის ცხოვრების წლები, რადგან აი ყველა და გაჭირდა ქრისტეს სიტყვის მიღება და გადაგება და მას ყოველთვის თან ახლდა სალომეს და პეროჟავრას და როცა უკვე წმინდა ნინო დასნეულდა მოხუცდა სასიკვდილო სარეცეზე იწვა, აი ამ დროს შეკადრეს როგორც უახლოესმა მისმა მოწაფეებმა და თანამემუშაკემა სალომემ და პეროჟავრამ მოეთხრო, მოგვითხრე ჰოი სანატრელო, თუ ვითარ, ანუ ვითარ და როდის მოხვედი, როგორ მოხვედი, რატომ მოხვედი ჩვენს ქვეყანაში და ამხელა ღვაწლი აღასრულეო და სწორედ წმინდა ნინომ აი ამ დროს მოუთხრო მისი საკვირველი მანდა ცხოვრების შესახებ, ჯერ კიდევ მოვიდა დაწყებული, ვიცით ჩვენ ახლა ხავს ქონდა ხსენება ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენებას, თუ როგორ 12 წლის იყო ჯერ კიდევ როგორ ითხოვა ღვთისაგან ითხოვდა, რომ ღირსი გაეხადა ღმერთს იმ ქვეყნის მოხილვისა და მისი მასში დავანებულ უდიდესი სიწმინდის უფლის კვართის მოლოცვისა ღირსი გაეხადა უფრო მეტი მისა ვიდრე ითხოვდა, მოუთხრო ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ, ვაზის შესახებ, მოუთხრო თავისი ურთულესი გზის შესახებ, რომელთაც საქართველოში შემობრძანდა, რა თქმა უნდა, შემდეგ აქ მისი გადაგება უამრავი სასწაულების შესახებ, შემდეგ გაქრისტიანების, მეფის მოქცევისა, ნანა დედოფლის განკურნების და ასე შემდეგ და სწორედ აი ესე მოიმარჯვოს საწერილი საშუალებები წმინდა სალომე პეროჟავრამ და ესე შემოგვინახეს ზედმიწევით ნინოს ცხოვრება და ამისთვის ჩვენ მადლობთ და მევედრებით რომ ზეციური საქართველოსთან დაგვაკვირდონ ეხლა წყალობა და კურთხევა და მადლი დიდებულმა წმინდანებმა. მამა ირაკლი 2026 წელს 1700 წლის თავს აღნიშნავთ ქართლის მოქცევიდან. ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა დღეს როგორც აღნიშნეთ და უთხარით უკვე მაყურებელს, ეს არის ქრისტიანობა და მისიონერობა საქართველოში. რა მნიშვნელობისაა მისიონერობა ზოგადად და რას გვაძლევს ქრისტიანობა, რა მოგცა 17 საუკუნის წინ ქრისტიანობის მიღებამ, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ჩვენი ქვეყნისთვის? დიახ, ყველაფერი შეიძლება ითქვას ესე ცალსახად, ზოგადად ქრისტიანობა არის მისიონერული სარწმუნოება, განსხვავებით სხვა რელიგიებისა, რომლებიც ვრცელდებოდა უახლოეს, თუნდაც წარსულში ცეცხლსა და מחვილით და ზამომრეობით, ბრძანებით ერთგვარად, ყოველთვის ქრისტიანობა პატივისცემს დღესაც, რა თქმა უნდა, ადამიანის თავისუფალ ნებას და მხოლოდ აი ესე კეთილებით, ქადაგებით და პირადი მაგალითით ვრცელდებოდა და გავრცელდა მსოფლიოსა ზედა. აი ერთ-ერთი
ეკლესიის მოღვაწე აღნიშნავს ჩვენ რომ წარმოვიდოთ რომ მოდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ძალიან ღარიბულად ჩაცმული რომ მარტო ორიოდე წიგნი უჭირავს ხელში მეტი არაფერი არაბადია და რო სადმე ვიდიხარ რომ კითხო რო გითხას რომ სოფლიო უნდა დავიპყრო და მოვაქციო ალბათ ვიტყვით რომ ეს თლად ნორმალური არის კიდე წარმოუდგენელია ყოველგვარი ძალის გარეშე და სწორედ ასე მოციქულები მართლაც თავის სახარების იმედად წიგნი ამას გულისხმობ მოედნენ მთელ სოფლიო შეიძლება ითქვას როგორც ფსალმუნის ჩვენ მუხლი თუ გალობთ ყოველსა ქვეყანასაზე და განხდა ხმამათი და მართლაც ყოველთა კიდეთა სოფლისათა სიტყვანემად თელ სოფლიოში მათ გაავრცელეს ქრისტეს სარწმუნოება ისევე როგორც რა თქმა უნდა საქართველოს იყო გაავრცელეს როგორ სიყვარულით რუდუნები ძალიან დიდი შიმშვიდით და თავისუფალი ნების პატივისცემით და არა თქვა სამომრიობით და კიდევ როგორც აღნიშნე ადამიანებზე გარკვეული ზეწოლის კუთხით და ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი ნიშა დღესაც ბუნებრივია იესო ქრისტემ როცა პირველი გამოეცხადა მოციქულებს დაკურთხა რა უთხრა რომ წარვდა მოიმოწაფენით ყოველი წარმართა ნათესებმა სახადათა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა და ასწავეთ მათ დამარხვალ ყოველი რაოდენი გამცეთ თქვენ წარვდა მოიმოწაფენით და ამცენით ეს ქრისტიანმა ესე ვცელდებოდა სიტყვით ხოლმე და ის იმხელა რა თქმა უნდა ჭეშმარიტი მოძღვრება რომ ადამიანები თავისუფლად იღებდნენ ზოგი არ იღებდნენ მაგრამ აქ ძალა რა თქმა უნდა არავის არ დაუტანებია და ასევე გრძელდება დღესაც ამიტომ ჩვენ გვინდა არ გვინდა დღევანდელი ქრისტიანებს არა მარტო მოძღვრები ხას უსმევ ვართ რეალურად ქადაგებელნი თუ ეს მისიონერობა ჩვენ სარწმუნოების ამ ფორმით ყოველთვის იქნება ქადაგება მაინდამაინც დღეს სხვა ფორმა აქვს ახლა არ დავდივარ წიგნები და კარდაკარ მაგრამ ჩვენი თითოეული ქმედება თითოეული ჩვენი საუბარი რა თქმა უნდა ცხოვრების ეს არის ქადაგება ჩვენი შინაგანი მრწამსის და ამიტომაც როცა დღეს ჩვენ რაღაც მდგომარეობას როცა ვართ სულიერი კუთხით მადლობა ღმერთს უკეთესი ვიდრე წინა პერიოდში იყო კომუნისტური პერიოდის დროს ეს ღვთისწყალობა მაგრამ უკეთესი რო არის ხოლმე ჩვენი ნაკლები მისიონერობის ხარისხის ბრალია ჩვენ უნდა ეს გავითავისოთ რადგან წარმოვიდგეთ წმინდა ნინო რომელსაც ჰქონდა წრფელი სარწმუნოება და სარწმუნოება მარტო ესე ღიად არ არის ამაში ეს მოიცავს თავისთავად იმედს და ღმერთზე მინდობილობას და რა თქმა უნდა მე სიყვარულს ღვთისა და მოყვასისა იმდენი შეძლო რომ წარმარდის სიბნელეში მყოფი ჩვენი ქვეყანა თლიანი ქვეყანა გააქრისტიანა და ამიტომ ჩვენ თავში დავავალოთ აბა მოვიდეთ ჩვენც ვიყოთ მისიონერები და მქადაგებლები მოვაქციოთ ჩვენ ოჯახის წევრები აბა ვცადოთ უნდა მოვაქციოთ ვცადოთ კი არა ჩვენ მოვალეობაა და თუ ვერ მოვაქციეთ შედეგებიდან ჩვენ ვიმჯერდოთ რამდენად მაღალ ხარისხია ჩვენი შინაგანი რწმენა რამდენად საკმარისი იყო ხანდახან ჩვენ თვითმოსაქცეები ვართ ისე მოგდის შესწავლები ხო უნდა მოვაქციოთ ჩვენი მეზობლები ჩვენი გარემოცვა ნადესავი მეგობრები სამსახურის თანამშრომლები თუ ნამდვილად წმენა გვექნება და რახან ესე არ ხდება ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ რეალურად ვთქვათ ეს არის რაც ქრისტიანობის ბრალი სულაც არ არის ეს არის ჩვენი არასრულყოფილი და ღირსი მისიონერობის ბრალი და ამას ნამდვილად სწორად შვება ჭირდება რადგან მამები ჩვენ გვიხსენ და მარტივად რომ ყველა ნამდვილი მორწმუნე არა მარტო სასტუმროს არ გულისხმობ შეიძლება ჩვენც არ ვიყოთ ხანდახან ნამდვილი მორწმუნეების უღირსების გამო არის ანთებული სანთელი ეკლესიის წევრს გულისხმობ და რომელიც არ არის მოქცეული არ არის მოქცევის გულისხმობ არა ეკლესიური არა ქრისტიანის ხუთ მაცხოვრებელთა მონათული შეიძლება არის ეს არ არის საკმარის არის ჩამქრალი სანთელი თუ შენ მართლა ანთებული სანთელი ხარ და გაქვს ურთიერთობა პირადული მეგობრული ნათესაური მეზობლური აუცილებლად შენი ანთებული სანთელით რო გადაუკიდო სანთი მიუტანთ ხო გადაიკიდება ზედმეტი ძალმომრეობის იძულებისა თუ ზეწოლის გარეშე ასევე ისინი წაინთებიან წმენაში თუმცა დრო უნდა რა თქმა უნდა ჩვენ ვეცადოთ რომ ჩვენი სანთელი ავანთოთ როგორც წინა სერაფიმ საული გვაუწყებს და გვაიმედებს მოიპოვე მადლე შენ გამო ათასები ცხონდებიანო და ერთმანეთს შეგვაძლებინოს. საბედნიერო დღეს მრავალი ტაძარია, მრავალი მოძღვარია და ყველას შეუძლია რომ მივიდეს ტაძარში, მივიდეს მოძღვართან და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღონ პასუხები და შემდგომ თავისთავად კი რა თქმა უნდა სწორ გზაზე დადგებიან და რაც შეგვეხება ჩვენ არასასულიერო პირებს ასე ვთქვათ, რა არის ჩვენი მთავარი საშუალება ასე ვთქვათ და იარაღი შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს ვთქვათ ამონარიდებიზე პირად ხო წმინდა წერილიდან მაგრამ ალბათ დამთანხმებით რომ თუნდაც იგივე ჩვენი ცხოვრების მაგალითით შეგვიძლია ჩვენ რომ მათზე გარკვეული კეთილი ზეგავლენა ვიქონიოთ ამ კუთხით და მაგალითები გავხდეთ. აუც ყველაზე ქმედით იარაღი ეს არის საქმე. ეს საქმე ლაპარაკის ნაცვლად ეს მოციქულებრივი ტერმინია, სულაც არ არის პოლიტიკური დევიზი, როგორც მამონმა გამოიყენა, ყველაზე კარგი ქმედის საშუალება ეს არის საქმე. ეს ევალება რა თქმა სასულიერო დასას და ევალება ერის კაცსაც.
და არ არის მაინდამაინც აუცილებელი ზეპირად ცოდნა, თუ ძალიან კარგია, ცუდი კი არ არის წინა წერილის ან მუხლების ზეპირად მოშველიება, თავარი არის ხედეთი არის საქმე. სადაც ზოგადად ადამიანები ესე ვართ მოწყობილი ჩვენ თუნდაც არა რელიგიური თუ რელიგიური რომ ვიცით რომ შვილი არის ოჯახის სარკე, ხო სწორია? და როცა რაღაცა თქვა კარგი ოჯახის შვილია და საზოგადო მისგან ძალიან ბევრს მოელის თუ ესე არ ხდება მაშინვე ხელს იშვერენ ოჯახისკენ რომ აი ამ ოჯახის შვილს ესე არ ეკადრებოდა ამ პირიქით შეება არასდროს ისე შესაძლებელი ოჯახი ყავს და შვილი კარგი გამოდა უკვირთ რომ ამ ოჯახის შვილში როგორ ამ ოჯახში როგორ გაიზარდა ესეთი ჩვენ ვართ ყველა უნდა გავითავისოთ ქრისტიანი მონათლები ხო ვართ ყველანი ვართ ეკლესიის ამ ოჯახის წევრები და შვილები და როცა ეკლესიიდან გამოდის ადამიანი ეკლესიის წევრია ხო მონათული არის და მაცხოვრებელია ის ავტომატურად თავის ოჯახის სახეს წარმოადგენს და საზოგადოება ჩვენ გვაკვირდება და გვიყურებს და რეალ თუ ეკლესიური ხარ შენ ამ ოჯახის წევრი თუ ხარ რეალურად და საქმით არა სიტყვით მარტო და მონათლით ხო შენ აუცილებლად უნდა საზოგადოება შეიტანო ის ნათელი და ის მან რასაც ეკლესიაში იღებ რასაც ეკლესია გასწავლის ეკლესია რას გვასწავლის იმას რაც იესო ქრისტემ გვასწავლა რომ უნდა ვიყოთ შვიდნი მომთმენი, მობიერნი, მიმტევებელნი, მოსიყვარულენი, ვართ კი ესეთები. და ესეთი თუ საქმით ჩვენ გამოვიტანთ ასეთ ქრისტიანობას, ასეთ ეკლესიურ ოჯახიდან, ესეც უნდა გამოვიტანოთ ეკლესიას სხვანაირად შეუძლებს ხარბის არც არ გვასწავლის, ასე და ესე მოხდება შემდეგ ჩვენი საქმით მრავალთა დაინტერესება ეკლესიისა და რა თქმა უნდა მრავალთა მოქცევაც კი ვარ. თუ ჩვენ არაფერი შეგვეტყო მიუხედავად წლებისა, ჩვენ ეკლესიურობისა აქ შრომის სიგნალში არ უნდა ჩაგვიწეს მრავალი წლიან გამოცდილება თუ ეკლესიას საქმეში უნდა გამოჩნდეს თუ არ შეიცვალა ჩვენში არაფერი მაშინ ეს სამწუხაროდ ესეც ქადაგება ესეც მისიონერობა მაგრამ რა თქმა უნდა ანტიეკლესიური ანუ არა სარწმუნოებრივი და არა შედეგის მომტანი არ ჩვენი სულისთვის არ ჩვენ გარშემო ყოფილი ადამიანებისთვის ჩვენ შვილებსაც რაც უნდა ვასწავლოთ ის არის რაც უფალი გვარიგებს რომ გვიყვარდეს მოყვას ჩვენი ვითარცა თავისთვის ხომ შესაბამისად როდესაც ამ მიმართულებას მივცემთ ჩვენ შვილებს რომ ის რაც არ უნდა თავის თავს სხვამ გაუკეთოს შესაბამისად არც სხვას არ გაუკეთებს იგივეს ხომ და ეს უკვე წარმოშობს თავის თავად სიყვარულს როდესაც სწორად აუხსნით რომ მოყვასში არ მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები იგულისხმებიან არამედ სხვა უცხო ადამიანიც ხომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის რა თქმა უნდა ქრისტიანული ღირებულები ზოგადად ისეთი დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ ყველაზე მეტად ჰუმანური თუ სადმე რამე ღირებულება სადმე რამე მიდგომა თუ ტოლერანტობის ყოველ სწორედ ქრისტიანობაშია. ამიტომ ქრისტიანობას წინამორბედს უწოდებენ ქრისტიანი არის მშვენება საზოგადოების. აი ნებისმიერ სამსახურებს ხელმძღვანელს სიხარულით უნდა უნდოდეს და უხაროდეს ეყოლება ნამდვილი ქრისტიანი თქვათ ვისი ხელქვეითი საქმე ის იქნება აუცილებლად ერთგული იქნება სანდო იქნება რა თქმა უნდა მორჩილი სხვანაირად შეუძლებელია და ყველა სფეროს ნებისმიერ სფეროს წაადგება ესეთი მუშაკი თუ ხელმძღვანელს მithumetes ხელმძღვანელს მეტი მოვითხრობა უნდა იყოს ასეთიც ის სფერო აუცილებლად წარმატებული და აუცილებლად დაფასებული იქნება თუნდაც ამ ქვეყნის საზომის მიხედვით და ამიტომ ქრისტიანობა ეს არის სული საერთოდ ამ სამყაროსი ნებისმიერ საქმეში და თუ ასე ივიცხოვრებ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდ შედეგს მივიდა თუნდაც საერთოდ ცხოვრებაში მიიღებთ არა მარტო სულის ხონებისა და განაწმენდის კუთხით ბუნებრივია. დიახ. მამაირაკ, აი მისიონერობის სირთულეს რომ დაუბრუნდეთ. ისევ აი ყველა საუკუნეში ნებისმიერ პერიოდში ალბათ რთული იქნებოდა ხომ ბუნებრივია მისიონერობა, მით უმეტეს მეოთხე საუკუნეზე, როდესაც ვსაუბრობთ წმინდა ნინოს ცხოვრებიდან, ისტორიიდან თუ მოვიყვათ ფაქტებს მეოთხე საუკუნეში მეფე მირიანს და დედოფალ ნანას ასე მედრად დაუდრიე შესთავაზო ასე ვთქვათ და ითადაგო ჭეშმარიტი სარწმუნოება ეს ძალიან რთული გზა ალბათ და ნებისმიერ პერიოდში ეს იქნებოდა ალბათ სირთულე. რა შეგვიძლია ამის შესახებ რომ ვთქვათ როგორ შეიძლება რომ მოახერხოს ადამიანმა შემდგომში წმინდანმა წმინდა ნინოზე ვსაუბრობთ როგორ შეიძლება რომ ამ ურთულეს პერიოდში მოახერხოს ადამიანმა ჭეშმარიტი სარწმუნოება გაავრცელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ შემთხვევაში როდესაც ქართლზე ვსაუბრობთ. დიახ, რა კარგი შეკითხვა. დღეს მართლაც არის ამ მხრივ რთული პერიოდი. იმიტომ რომ დღეს სულ სხვა გამოწვევებია, სულ სხვა სირთულეებია. ძნელი დასამტკიცებელია ხა რა თქმა უნდა, რომელი უფრო რთულია ეს თუ შედარების კუთხით ყოველ დროს თავისი პლუს მინუსი ქონდა. დღეს სხვა მტერია, უფრო მზაკვარია, უფრო გამოცდილია. აგერ 21 საუკუნოვან უკვე ქრისტეშობიდან ამ რწმენასთან მებრძოლი ბოროტი ძალა დემონი სატანა 1000-ნაირ დახელოვნებულ საშუალებას იყენებს და თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას მას უფრო აძლევენ ხელს და უფრო მეტად წარმატებით აკეთებს ვიდრე თქვათ მაშინ ესე პირდაპირი
დარტყმა ეკლესიაზე, რომ ან პური ან ჯვარი მოწამეობა თუ არ ყოფა და ამ დროს ნამდვილ მორწმუნეთან უფრო შეიძლება ითქვას განამარტივი იყო, რა მინდა თქვა, რომ უფრო მზად იყო, რომ ამ არჩევს გასაკეთდა. დღეს დახელოვნებულად გვიდევს ამ არჩევნას პოროტიძალა ყოველდღიურად, ყოველწუთიერად რამოდენიმე დღის განმავლობაში, რომ დააკვირდეს, სულ ისევე სარჩევანია ღმერთი თუ ეშმაკი, ცოდვა თუ მადლი, თავშეკავება თუ თავისუფალინება, არასწორი თავისი არასწორი გაგებით და ნებების მოთოკვა თუ თავშეუკავებლობა და ეს ყველაფერი იმდენად ხშირი ხდება. დიახ, კეთილბოროტი ნათელი თუ ბნელი, ეს ყოველდღიურად არაერთხელ ჩვენს ცხოვრება, ჩვენს გარჩევის სულში აღესრულება და ძალიან რთულია აი ამ გამოწვევებში, როცა მტერს ამდენი საშუალება აქვს, ბერკეტი აქვს ქრისტეს სიტყვის გავრცელება, თუმცა სადღაც სირცხვილია, რომ ჩვენ დავიწუწუნოთ ჩვენ დროზე და სირთუზუცა გვახსოვთ უნდა წინანინოს დროს, რომ ძალიან ბევრ ქადაგებას ძალიან მალე სიცოცხლის ფასს უჯდებოდა ქრისტეს მოძღვრებს ერთგულება. არა მარტო ქადაგი არ დადიოდა, კი არ უწევდა, კი არ ესაუბროდა, თუნდაც იმიტომ რომ ერთგულებდა ქრისტეს წმენდას. მარტო ამიტომ ხოცავდნენ ადამიანს, ის იყო ქრისტეს მორწმუნე, რომ გულზე ჯვარს ატარებდა მაგალითად ან არ მიიღო მონაწილეობა კეფ თაყვანისმცემლობაში და ეს ძალიან რთულია. ამისთვის ხა ჩვენ რო თქვა ნეტა იმ დროს მეცხოვრა იციან ხოლმე ესე ჩვენ ვიცით ახლა რაღაც თავის მოწმობა ასე ვიზად ვისაც ვერაფერსაც ვერ იზამ. ჯერ ერთი შემთხვევით არა რატო იმ დროში არ ცხოვრობ, რა დროშიც გაგაჩინა ღმერთმა, იმ დროს ხარ საჭირო და დროში შეიძლება შენი სული ცხონება ტყუილა ღმერთი არ მოგვიყვანდა, მაგრამ არ უნდა შეურიგდეთ აი ამ ბრძოლას, არ უნდა ქრისტიანი არ შეიძლება რომ ბრძოლაში არ შევიდეს, ამიტომაც ინათლება ქრისტიანი როცა ინათლება ეს ქრისტეს მხედარი ეწოდება და როგორც შეიძლება ჯარისკაცი მხედარი როგორც შეიძლება ბრძოლაში არ იყოს, მაშინ ესე ჯარისკაცი იქნება, ხო? იცით რომ ხმალით ვადაში ჟანგდება თუ არ გამოიყენა. ასევე ჩვენს ბუნებრივი მდგომარეობა ქრისტიანთვის ეს გამოწვევები, ეს სირთულეები, ეს ბრძოლაშიც ახლა ეს თვერი ცხოვრების ბრძოლა თუნდაც ჩვენთვის. ბრძოლაში ხანდახან ხდება დამარცხებაც ერთი ბრძოლაში და დავთმოთ ჩვენ დავმარცხდეთ თავარი ომი უნდა მოვიგოთ. ეს ომი უნდა მოვიგოთ ნეტა რა გვეშველება, ეს კითხვა მოხსნილია. ნეტა ომი როგორ დასრულდება? ომი მოგებულია. ქრისტემ გაიმარჯვა უკვე და გვეპატიჟება ჩვენ რომ უგეშინიათ, რადგან მე მიძლევი ეს ოფესა. ჩვენ უკვე გამარჯვებულ ომში ვარ ჩამოლევი, დადებული ბედნიერება, როცა სარდლად ასეთი ყავს სარდალი გამოსილი, გამარჯვებული ძრემოსი როგორც იესო ქრისტე, რომელსაც თავად ყველა დიდ საფრთხეზე, საფრთხობელაზე, ეშმაკზე და სიკვდილზე გაიმარჯვა, ხო? ამიტომაც როგორც ყველა ამ თავარ სარდალს ხელმძღვანელს თუნდაც ბრძოლაში მოსწონს და ჭირდება თავის რაზმში რომ ყავდეს თუ ლაშქარში თავდადებული მეომრები, ვაჟკაცები და არა მხტალები და არა მოღალატენი, ასევე ქრისტე გვიყური, რამდენიც შენ ამ ბრძოლაში რომ ჩაივიდე, ახლა მოინათლე ამ ხმალს, ამ ფარს, რომელიც არის სიტყვა ღვთისა, მარხვა, ლოცვა იყენებ თუ უბრალოდ დადებ და მტერს ჩაბარდები ესე. და ესე არის ყოფიერშიც მტერს ჩაბარებულ და მოღალატე ჯარისკაცო თავის მიატოვებს თავის ამალას მას აუცილებლად მტერი სიკვდილის ჯიშს ხოლმე იშვიათად რომ დაუფასოს ის დასანახა თავიდან. ასე რომ ჩვენ ამ ბრძოლაში არ უნდა შევშინდეს ქრისტიანებს. ამ ბრძოლაში შეიძლება დაიჭრა კიდევაც, შეიძლება კიდურის დაკარგვა ყველა ჯვარი წერია, ყოფიჩი ხო ესია, მაგრამ თუნდაც შეიძლება მოკვდი ამ ბრძოლაში, მაგრამ ბრძოლაში დაცემის გმირებად რაცხავენ და ბრძოლიდან გაქცეულებს, ამ ბრძოლაში შეშინებულებს და ბრძოლაზე უარისქმნელებს, გაჩნდება და ეს არავის არ უნდა გვინდოდეს. ასე რომ ეს გამომდგომარეობა ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ღმერთის შემწეობა აუცილებლად ყველას მეტად მეტია ბრძოლა. მეტი სირთულეა, მეტი მალე და ღვთისწყალობა გვექნება და შეუძლებელი არასოდეს არ იქნება და ვერ იქნება ამ ქვეყანაზე ქრისტეს სიტყვის გავრცელება და ქადაგება. თუ ეს შეუძლებელი გახდება, მაშინ ეს ქვეყანა და ეს სამყარო აღარ იქნება მოგეხსენება. და ის უფროს თაობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ხო ჩვენ როგორ მივაწვდით ამ ყველაფერს ჩვენ შვილებს, იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, დღეს შეიძლება არავინ არ გთხოვს რომ თავი გავწიროთ და ჩვენ სიცოცხლე დავთმოთ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შვილებს როგორ აღზრდით, ხო? იმიტომ რომ როგორც ბრძანეთ ეს ცოდვები ძალიან კარგად არის შეფუთული. იგივე თავისუფლება მოწოდებული არის ისე რომ თქვათ რაღაც მითითებებს თუ მისცემ შეიძლება ეს მის უფლებების შელახვათ იყოს აღქმული და ასე შემდეგ და კიდევ სხვადასხვა ცოდვები შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად რომელიც ასევე შეფუთული არის ძალიან ლამაზად წარმოდგენილი კი და ახალგაზრდა თაობისთვის ბავშვებისთვის მით უფრო ძალიან რთული გასარჩევი არის ამ დროს რა არის რეალურად სწორი და არასწორი და აქ უნდა ვიყოთ სწორედ ძალიან ფრთხილად მშობლები და მაქსიმალურად ჩართულები ამ ბრძოლის ველზე რომ გამარჯვება მიზე იმოს და სწორ გზაზე დადგა. სწორედ აქ არის დღეს თავარი ბრძოლის ველი მართლაც აღნიშნეთ სოფო რომ ჩვენ შვილებს ვიძახით ან მომავალ თაობა ხომ? მომავალი და სწორედ ეშმაკის თილობს რომ აი აქ შეიტანოს. აქ არის თავარი ბრძოლის ველი გადაშლილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საცდურია. ძალიან ბევრი საცდურია და ისინი არიან მომავალი
მარტო ჩვენი ქვეყნისაგან და ჩვენი გვარის გამგზავრებლები კი არა, მარტო სამყაროს უბრალოდ ქრისტიანების მომავალიც ისინი არიან, როცა იქნება ჩვენ ისინი ჩაგვანაცვლებენ. თავენდი სულიერი ცხოვრობთ, უნდა ჩაგვანაცვლონ, ხო ჯვარი გწერიას ხანად იცხოვრონ. და ამიტომ აქ არის მთავარი ბრძოლა, თქვენ მართლაც აღნიშნეთ და მართლაც აი ბრძოლა რო ვახსენე, ხელჩართული ბრძოლა გვიწევს, შობლები ვართ ახლა შვილებთან კი არა, შვილების დამღუპის მტრებთან, რომელიც ასე შეეღულად მათ თავსახობს თავის ამ ნებებს, ზეგავლენებსაც ისინი ვერ ხვდებიან, ჯერ ვერც მიხვდებიან. ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ ქრისტიანობა, იმათ ბედნიერება ცოტა შეუძლია გაიგონ, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ამიტომ მე როგორც მშობელი და ყველა მშობელს უსურვებ და ურჩევ, ამ ბრძოლაში უნდა შევიდეთ ჩვენ. გოგრილობა უფრო დამღუპელი იქნება ჩვენი შვილებისთვის, ვიდრე ამ ბრძოლაში შეგონება ჩვენი იქნება ეს სიმკაცრე იქნება თუ გარკვეული დაჯაც, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათ უკეთეს მომავალს, მათი სულის გადარჩენას ემსახურება. უფალმა ხო იცის და ეს ძალიან მტკივნეულია, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ეს ყველა ქრისტიანები ვინც ვართ, ყველას გამოგვიცევ ხშირად ეშმაკი სწორედ აი ბავშვების ხელით, ბავშვების ცნუნებით ჩვენს გვაზიანებს, კუთკენის აღშობას რა უნდა ეთქინოს, ყველაზე მეტად თუ არა შვილის ცუდი საქციელი, შვილის ურჩობა და ამას ძალიან ხშირად ვაცდებით ჩვენ, მაგრამ ჩვენი აუცილებელი პირდაპირ მოვალეობა, ამ სანამ ჩვენი შვილები გაიგებენ, რომ დღეს თუნდაც ყველა დიდი ეშმაკის ხრიკი, საერთოდ ზოგადად რომ თქვათ კრებსეთ, ეს არის როცა ესაუბრება ბავშვებს მგონი აკვანში აღარ ნაწვევს, მაგრამ ჩვილობიდან უფლებებზე. მაგრამ ადამიანი არის ერთი დიდი ვალდებულება, თან ქართველი ადამიანი. უფლებები რა თქმა უნდა ყველას აქვს, მაგრამ ჯერ ვალდებულება, ჯერ ერთი სიტყვა უფლება მოვალეობები, ვალდებულება და არა მარტო უფლებები, მაგრამ ცხოვრება ეს რთულია ქრისტიანისა. იმხელა პასუხისმგებლობას აკისრია ღვთის წინაშე, ერის წინაშე, სამშობლოს წინაშე, ოჯახის წინაშე, გვარის წინაშე, სამსახურის, მეგობრის არის ერთი დიდი ვალდებულება. და ვალდებულების სახსრებას თუ დაიწყეს ბავშვი და გააცნობიერებს, რომ ეს მისი მოვალეობა პირველში ეს არის, რომ იწოდებოდეს ადამიანად, ქრისტიანად და პიროვნება და შემდეგ უფლებები, ასე რომ მის უკეთესად წარმატება ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ აი აღრევა ხდება. როგორ შეიძლება ფეხი და ტერფი თავის მაგივრად დავადოთ ადამიანს, ჯერ თავია, შემდეგ არის კიდურები, ხო და პირიქით ხდება უფლებებზე, საუბარი უფლებებზე, მოწოდება პირიქით ეს უფლებების მოწოდება ხშირად მათი ურჩობის პირდაპირ უფლებად აღიქმება ბავშვის გონება და ასე იღუპება. თორე ურჩი მორჩილების არქონის გამო დაიკარგა ზეცაც, დაიკარგა სამოთხეც და შეიძლება დაიკარგოს მიწაც. და ერთადერთი შემდეგ ადრესაც მიიყვანს ადამიანს თავის ურჩობა ეს არის ყველა ჯოჯა ჯოჯოხეთში. ამიტომ ღერთმა ყველა გვიხსენს ამის. თავისუფლების სწორი გააზრების საშუალება უნდა მიიღოს. უნდა მივცე და ამაში უნდა იყოს ჩართული, წინა გადაცემაში ვახსენე, უწმინდეს პატრიარქი ჩვენი არაერთხელ მოგვიწოდებდა ეპისტოლეებში, ქადაგებებში, რომ პიროვნებად შედგეს. ნახეთ უწმინდესი როგორი ბრძენია, კი არ საუბრობს, მაინდა-მაინც ქრისტიანი რომ შედგეს ან იზარდოს ან ღირსეული ქრისტიანი ან სახელოვანი კი არა, პიროვნება რო შედგეს. ამაში უნდა იყოს ჩართული სამი ინსტიტუტი: ოჯახი, სკოლა, ამ სასწავლო დაწესებულება და ეკლესია. ამ სამიდან და სამი უნდა იყოს ჩართული თავდადებით, ძალიან დიდი მონდომით და თავგანწირვითაც კი და თუ ერთ-ერთი მაინცო პატრიარქი ბრძანებს ამ სამიდან არ იღწვის შესაბამისი მონდომებით, შედეგი იქნება არა დამაკმაყოფილებელი. და დღეს რა რეალობას გვაქვს? მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი იმედი მომავალი ახსენეთ, მომთაობა ჩვენ შვილებს მოსალოდსაც აქვთ საქმე, ჩვენგან განსხვავებით დიდება უფას, რომ ეკლესია ამ პატრიარქის მოწოდებას და ამ ღვაწლს უკვე ამდენი საუკუნეა და ჩვენს შეძლებზაგვარად აღვასრულებთ, მოუწოდებთ პიროვნების სულის გადარჩენისაკენ, სამშობლოს ეროვნულ ტრადიციებს ღირებულების დაცვისაკენ და შეყვარებისაკენ. ასევე მადლობა ღმერთს ჩვენ ბავშვებს მოსალოდსაც აქვს საქმე, რომ ეკლესია უკვე შევიდა სკოლებში, ეკლესია კარგი ხანია შესულია საბატონოებში, საუდაცვის უწყებებში, სამხედრო კუთხით და ასევე მადლობას ოჯახებიც ხდებიან მორწმუნეები. ეს ძალიან დიდი ბედნიერება ხა ჩვენთანაც მრევლში შენდობას ვითხოვ, სწორად გამიგო, რომ განსაკუთრებით მიხარია და მიყვარს განსაკუთრებით ის მრევლი, რომელიც ოჯახებით არის ხოლმე მრევლი, მამა, დედა, შვილები, ამაზე ბედნიერება არაფერია ხა მე ადამიანი ვარ და რამდენად ეს ყველაფერი სათნოა ღვთისთვის, როცა მორწმუნე ოჯახს ხედავს და ეს ნიშნები გამოჩნდა იმისა, რომ ეს სამი ინსტიტუტი ნენელა ფეხს ედგება, იღვიწევს და ის თავდადებას თავგანწევს მოვა ღვთისაგან. თუ რა თქმა უნდა, ჩვენ თავარია ამ გამოწვევას მივიღებთ და ჩავერთვებით ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენის საქმეში. ამ კუთხით არის ბრძოლა, ხომ? სწორედ რა ბრძოლაზეც ახლა მომავალია, მომავალ თუ მოგისმენს, ტრების აწყო როცა იქნება დამთავრდება, ხო? დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ბრძოლა ტრის წინააღმდეგ, მით უმეტეს თანამედროვე
მსოფლიოში, შესაძაც უამრავი წინააღმდეგობა გვხვდება ქრისტიანებს და როგორც თავად აღნიშნეთ, წიგნით კარდაკარ სიარული არ გვჭირდება იმისათვის, რომ სარწმუნება გავავრცელოთ, თუმცა შესაბამისი ბრძოლა ყოველთვის აუცილებელია ნებისმიერ პერიოდში, ყველა საუკუნეში იმისათვის, რომ ჩვენი სარწმუნება გადავარჩინოთ იმ თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად და პარალელურად რაც დღევანდელ მსოფლიოში გვაქვს. ცით რამე დააღვნიშნოების სარგებლობის შემთხვევით ძალიან დიდი ბედნიერება ამ კუთხით, აი რო ფიქრდები ხოლმე სწორად გამიგეთ, რომ ხამე არ ვარ ეხლა იმ ხელასაკის და არც იმ ხელა თქვა გამოსწრებს, მაგრამ რის თქმა მინდა რომ აი ტელეფონები, თანამედროვე ტექნოლოგია, ინტერნეტი ხო საოცარი რამეა ზოგადად, იმიტომ რომ თუნდაც ჩემ სტუდენტობის დროს აკადემიაში აი ბიბლიოთეკაში გჭირდებოდა წასვლა, ერთ-ერთი წინა მამის ხელწერილი უნდა მოგეზია, მერე გადმოა ახალ ქართულებინა, რაღაც კიდე ჯერ გეწვალა, რამე თუ დაგჭი გონებაში. ეხლა როგორი მზა ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია, რომ გადაგება ღვთის სული შემეცნების საშუალება, რომ ინტერნეტ სივრცეში გნება სოციალურ ქსელებში უამრავი გადაგება, ხა თუ გადაგება შეგეზარება ქრისტიანს იმხელა, აი ამონარიდები, ერთგვარად აი აფორიზმებით, ანდაზებით, რაც უნდა ჩაქცეს გონებაში სახელმწიფო პირდაპირ დევს. მოწუს გადაგება თქვა შეგეზარება 30 წუთია, თავარი სათქმელები დევს, ოღონდ შენ მოინდომე, რომ ღმერთი შეიმეცნო და ეს ძალიან დიდი საშუალება და შანსია სულის გადარჩენის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს დაგემშვიდობებით მამა ირაკლი. ნაზავადებში მდებარე ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.